შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ბევრი საჭიროება აქვთ. უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია, კომუნიკაცია. ამ ყველაფერში მათ სენსორული სათამაშოები ეხმარებათ. ფონდი სიცოცხლის ხე კვლავ განაგრძობს პროექტების დაფინანსებას და პირველ ნაბიჯს საქართველოსთან ერთად აკეთებს ძალიან საინტერესო პროექტს. მოხალისეები პირველი ნაბიჯის საქართველოს ბენეფიციარები ერთად აკეთებენ სენსორულ სათამაშოებს. ამ სათამაშოების გაკეთების ხარჯზე კიდევ გამოიცემა სპეციალური წიგნი, რომელშიც ყველა ოჯახს საშუალება ექნება ნახოს თუ როგორ შეუძლია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებისაგან დაამზადონ სპეციალური სენსორული სათამაშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. ყოველ ბავშვს აქვს უფლება ითამაშოს. პირველი ნაბიჯი საქართველოს უკვე 15 წელიწადზე მეტია ემსახურება მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს 0-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს. და ჩვენ ვახორციელებთ სამ ძირითად მიმართულებას მომსახურების სფეროში. ეს არის დღის ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის შინ მომსახურების პროგრამა და ადრეული განვითარების პროგრამა, სადაც ჩვენ 0-დან 7 წლამდე ბავშვებთან ვიწყებთ მუშაობას, რომ ასე ვთქვათ მეტი წარმატებას მიაღწიონ მათ უკვე ცოტა მოგვიანებით ასაკში. სფერო, სადაც ჩვენ მუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, იქ არის გარკვეული ჯგუფი ბავშვების, რომლისთვისაც ძალიან ძნელი არის რომ შეარჩიოს სათამაშო. ზოგადად კიდევ თანხმდებით იმაზე, რომ თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ბავშვისთვის. და როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, არა მარტო ბავშვისთვის, მშობლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახოს ბავშვი როგორ თამაშობს, ან ბავშვთან ერთად ითამაშოს. თუ ჩემთვის ამაზე შეხება ნაზი და სასიამოვნოა და ჩემ რეცეპტორს ყოფნის ინფორმაცია რომ რაღაცას შევეხე, ვიღაცისთვის ყველაზე უხეშ ზედაპირზე შეხებაც კი შეიძლება პრობლემური იყოს და ეს ინფორმაციაც ვერ გადაამუშავოს. და მე არის ხოლმე რომ თავს ურტყავენ კედელს და ეს არ ტკივათ და ამას ვერ განიცდიან. იატაკზე გორაობენ ძალიან ხშირად და მაინც ვერ იღებენ ამ შეგრძნებებს. სხვა ადამიანებს ეხუტებიან და უჭერენ ხელს მაგრად, ან კბენენ. ჩვენ გვგონია რომ ეს ყველაფერი არის ქცევის გამო. ქცევის გამო არ არის. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ რომ გამოვიკვლიოთ ხომ არ არის სენსორული შიმშილი. შეიძლება ჩემთვის და შენთვის ამაში ბევრი არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველა იმ ბავშვისთვის, ვისაც მოწონს და ვისაც აქვს პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით, გულისხმობ იმას, რომ მას ძალიან ჭირდება, რომ უყუროს რაღაცა საგნებს, რომლებიც მოძრაობენ, მაგალითად სითხეებს, რომლებიც მოძრაობენ. აქეთ იქ და მაგალითად იგივე ის ბავშვზე რო ვთქვათ, რომ შეიძლება ძალიან დიდი ხანი უყუროს ან წვიმას, ან მოშებულ ონკანს. მისთვის შეიძლება ეს უკვე იყოს საინტერესო, იმიტომ რომ აქაც დაახლოებით იგივე პროცესები მიდის, მაგრამ ჩვენთვის რა არის აქ მნიშვნელოვანი? ჩვენ შეგვიძლია რომ აი იმ პროცესში, რაც მას მოწონს, დავამატოთ ფერები. გარდა ამისა, დავამატოთ მაგალითად გვინდა რომ ბავშვთან ვიმუშაოთ წვრილი მოტორიკის განვითარებაზე, ან მარტივი ინსტრუქციების შესრულებაზე, ან ბევრი რამე შეიძლება რომ იყოს რითიც შეგვიძლია განვითაროთ, ხო? უკვე შეგვიძლია რომ მივუტანოთ ამ ბავშვს და მან აღმოაჩინოს რომ მაგალითად აქ ძალიან რომ მოუჭერს მთელი ის სითხე, რომელიც მას მოსწონს, ამოვიდეს ზემოთ და ესე ვთქვათ, ჩაერთოს უკვე თამაში. მე ეს უკვე საშუალებას მაძლევს, რომ ცოტა ხანში მივცე უკვე სხვა ფერის და სხვანაირი. მივცე სხვა ზომის, მივცე უკვე ცოტა სხვა ფაქტურის. პირველი რაც მოხდება არის, რომ მისთვის მე მნიშვნელოვანი გავხდები. სიცოცხლის ხის პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბავშვებისთვის, მათი ოჯახებისთვის. და პირველ რიგში ეს ემსახურება, რა თქმა უნდა, ბავშვების განვითარებას და სოციალურ ინტეგრაციას. და სიცოცხლის ხე ერთ-ერთი პირველია, როდესაც ბიზნესმა, ასე ვთქვათ, გადმოდგა ნაბიჯი და გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ ძალიან კარგ პროექტს, რასაც მივესალმები და ძალიან მიხარია.